მორიგჯერზე მეძლევა საშუალება რომ მიმართო აუდიტორიას ბოლო პერიოდში უარს ვამბობდი ხოლმე ასეთ შესაძლებლობაზე დღეს გადავწყვიტე რომ არ ვიცი გამოვიყენო ხო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რატომაც გადავწყვიტე რომ მოსულიყავი ეთერში და გამომეყენებინა ეს ტრიბუნა არის ესეთი პირადი და ბოდიშს ვიხდი ამისთვის ჩემთან მოვიდა ჩემი დიდი ხნის მეგობრის გიორგი ახობაძის ექიმის რომელიც არის ტყვეობაში ახლა მისი მეგობარი და გადმომცა რომ გიორგიმ დამაბარაო შენთან რომ აი გიყურებთო ხო ტელევიზორში ხედავთ ხოლმეო და მოკლედ გამამხნევა გიორგი იქიდან ციხიდან ხო და მოკლედ გიორგი ანდრო მეგობრებო ჩვენ მე ყველას სათქმელს გავაჟღერებ ალბათ თუ გეტყვით რომ თქვენზე ფიქრობს ყველა ყოველ დღე და აქ თქვა თქვენზე ფიქრობს ყველა ყოველ დღე და მთელი საქართველო აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოსი თქვენი გულშემატკივარია და ხნედიყავით, იმიტომ რომ მართლა ამ ბრძოლაში ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ და ერთმანეთის სიყვარული და მეგობრობა გვაერთიანებს და რუსთაველის გამზირზე რომ ვდგავართ ახლა ჩვენ ეს კოდირებული რუსთაველის მიერვეა ქართული იდენტობა ვეფხისტყაოსანშია კოდირებული და მეგობრობა და სიყვარული არის ფასეულობები რომლებიც ალბათ იმდენად ძვირფასია ჩვენთვის რომ ამისი დათმობა უბრალოდ ძნელია და შეუძლებელია ხო და მოკითხვა თქვენ და მე დარწმუნებული ვარ რომ არ არის ადამიანი საქართველოში ისინიც კი ვისაც ეჭვი აქვს რომ შეიძლება სადღაც იყოს რაღაც დანაშაული ისინიც ვერ იტყვიან რომ არ უნდათ მათ თქვენთვის სამართლიანი სასამართლო ხო და სამართლიანი სასამართლო კი უნდა ყველას ნებისმიერ პატიმარს არა მხოლოდ თქვენ სულ ერთია და მე მართლა ყველას ვუსურვებ რომ ამ ქვეყანაში პატიმრებსაც და ჩვენც ვისაც ესე ყოველდღე დაგვდევენ და გვაჯარიმებენ და ჩვენ გვაბრალებენ რომ ვართ რაღაცაში დამნაშავეები გვეუბნებიან რომ სამშობლოს სიყვარული ან კონსტიტუცია რასაც იცავს გამოხატვის თავისუფლება არის დასჯადი არ არის დასჯადი სამშობლოს სიყვარული არ არის დასჯადი ერთმანეთის სიყვარული არ არის დასჯადი პროტესტში ყოფნა არ არის დასჯადი ეს არ არის დამნაშავეობა და კრიმინალობა და დარწმუნებული ვარ რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს და ყველას ვისაც კი ზიანი მიადგა უდიდესი ზიანი ჩვენს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს და ჩვენს რომლებსაც ეს ყოველდღე დაგვდევენ და გვაზიანებენ ყველაფერი იქნება კომპენსირებული და ყველაფერი დაბრუნდება თავის ადგილას და ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა რესურსი რომ ამ წარმატებას მივაღწიოთ მთელი საქართველო არის თანახმა ამაზე. ვის არ უნდა სამართლიანი სასამართლო? ვის უნდა სასამართლო, რომელსაც არ აქვს ნდობა, საზოგადოების ნდობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნდობა. ვის უნდა ეგეთი პოლიცია, რომელსაც აღარ ვენდობით და აღარ დაურეკავთ, თუ კი რამე გაგვიჭირდება. ხო, როგორ შეიძლება ამ ინსტიტუციების ესე შეურაცხყოფა და ესე გარყვნა, ხო? რამდენი დანაშაული ჩაიდინეს ფაქტობრივად, ხო, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ეხლა ამ ბოლო პერიოდში, მაგრამ რამდენი დანაშაულია კიდე ჩადენილი აქამდე ამ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში, ხო? ცალკეული ჯგუფების მიმართ ხო რომლებიც სამართლიანობას და რაღაც სამართალს და რაღაც თანადგომას ელოდნენ ამდენი ხანია და ვერ მიიღეს და რამდენი ადამიანია იმედგაცრუებული ხო ყველაფერი აუცილებლად უნდა დაალაგდეს ჩვენ ახალ საქართველოს ვიმსახურებთ ისეთ სახელმწიფოს რომლის მთავარი ფასეულობაც იქნება ადამიანი და მე არა ვარ პოლიტიკური კომენტატორი ეს არ არის ჩემი საქმე ეს არ არის რაც მე ვიცი მაგრამ პროტესტმა მე მაიძულა რომ ხმამაღლა მეთქვა ჩემი სათქმელი იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გავჩუნდებოდი ვერ შევურიგდებოდი ამას და აღმოჩნდა თურმე რომ რასაც მე ვამბობდი ბევრისთვის იყო იგივე სათქმელი ეს ამან მომიყვანა აქ აქცია სპიკერად ამან მოგვიყვანა მე და გიორგი აქ ამაგიდასთან დაგვსვა ხო და ან ეს რა არის რა მაგვალაბარაკა ხო შეუძლებელია უბრალოდ უყურო ადამიანის ჩაგვრას ამ ქვეყანაში როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ხო როცა ეს ჩაგვრა უკვე ესეთი ხილული გახდა როცა ახალგაზრდების ცემეს შეურაცხყვეს სულში ჩაგვაფურთხეს მართლა ანუ პირდაპირ გვეუბნებოდნენ რომ არაფრად გვიღირს არ შემაწყვეტინოთ ანუ რომ მაწყვეტინებთ ძალიან გთხოვთ გევედრებით წინადადებას დავასრულებ მომაწყვეტინებთ
სათქმელი ეს მაქვს ამისთვის მოვედი. ამ ქვეყანაში გვინდა რომ ავაშენოთ სახელმწიფო, რომელიც იქნება ადამიანისთვის. და თუ კი ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში პროტესტში მონაწილეობის გამო მიადგა ვინმე ზიანი, ხო? აუცილებლად უნდა გასწორდეს ეს ზიანი და აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს და ყველაფერი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც სიმართლეა, იმიტომ რომ ადამიანი არის მთავარი ფასეულობა. თუ კი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მიადგათ ადამიანების ჯგუფებს ზიანი, ხო? მათაც უნდა აუნაზღაურდეთ ყველაფერი, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ეს ქვეყანა იქ, სადაც მთავარი ფასეულობა არის ადამიანი და არაფერი სხვა. ისეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ადამიანი შეძლებს რომ მიაღწიოს ბედნიერებას საკუთარი ძალისხმევით და ჩვენ ერთმანეთს ხელსაც გავუმართავთ. და თქვენ რო კითხვა დამისვით პროტესტში მონაწილეობა ახლა რო ჯარიმდება და ასე ჯარიმებს რო წერენ, ხო? ჩვენ ერთმანეთს ხელს გავუმართავთ, ვიპოვნით რესურსს იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ პროტესტში მონაწილეობის ფინანსური რისკები. და არ უნდა გვეშინოდეს პროტესტში ყოფნა, რაც ბევრნი ვართ, მით უფრო დაცულები ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ სინამდვილეში რეჟიმი, რომელიც ეხლა ცდილობს, რომ კიდევ რაღაცნაირად სახე არ დაკარგოს და შეინარჩუნოს, რომ დაგვიმტკიცოს თითქოს, რომ აქ მათ აქვს ძალაუფლება, ხო? რა ინსტრუმენტებს მიმართავენ ბოლო დროს, ხო და რაზე მიდიან, ხო? ეს ყველაფერი უკვე ამტკიცებს სინამდვილეში სად არიან და მართლა რა შეუძლიათ რა და ვეღარ ფუნქციონირებენ. უარყოფილები არიან შიგნიდან, უარყოფილები არიან გარედან, იზოლაციაში მოგვაქციეს, არანაირი ძალა აღარ ეყოფათ მათ, რომ წინ აღუდგნენ აი ამ ტალღას. რა ქართული საზოგადოება არის ერთსულოვანი ამაში. ყველას გვინდა სამართლიანი სასამართლო, ყველას გვინდა სანდო პოლიცია, ყველას გვინდა სამართლიანი სახელმწიფო, ყველას გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩაგვრა არ იყოს ენა, რომლითაც ერთმანეთს დაველაპარაკებით, ყველას გვინდა რომ ამ ქვეყანაში ურთიერთსიყვარულის და ურთიერთმეგობრობის საფუძველზე და თანხმობის საფუძველზე ვაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენ გვაქვს რესურსი, არასოდეს ასეთი ძლიერი ეს ქვეყანა არ ყოფილა, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კეთილი საზოგადოება. მართალია ამ ბრძოლაში ხშირად იმედები გადაგეწურება, იმიტომ რომ შედეგი გინდა რომ დადგეს მალე, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ქართულ საზოგადოებას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რა რაც მე ჩამოთვალე, ეს ჩვენ გვინდა და თუ კი ვინმე ახლა არის პასიური, ხო, საჭირო დროს, საჭირო მომენტში ყველა ვიპოვნეთ იმ საქმეს, იმ ნაბიჯს, იმ გამოსავალს, იმ როლს, რომელსაც განვახორციელებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები და დავიცვათ ეს ქვეყანა.